დღეს როდესაც გალობდნენ ჩვენი გონდი რო გალობდა ბიბლიაზე გალობდა და გამახსენდა ერთხელ ვიყავით ერთ ადამიანთან რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მეცნიერთ მუშაკი არის და ის ჩამოსული იყო აქ რამოდენიმე ნაშრომი რომ ენახა ბიბლიოთეკაში, არქივში. თორე თუ არ ვსწრები მე-5 თუ მე-6 საუკუნის ბერძნული ფრაგმენტი არის ახალი აღთქმის საქართველოში და ნამდვილად ასე არის ის მართლა ერთ-ერთი უძველესი ფრაგმენტი არის ღმერთის სიტყვის და როდესაც გამოვესაუბრე ამ ადამიანს მან ასეთი რაღაც თქვა რომ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში უამრავი წიგნი არის დაცული. უამრავი წიგნი. და 21 საუკუნის მეცნიერება, წიგნთა მეცნიერება ძალიან განვითარებულია. მათ შეუძლიათ პირველივე რამოდენიმე გვერდიდან გითხრან ავტორი, როგორ არის დაწერილი, რომელი საუკუნის ენა არის გამოყენებული და ეს კაცი ამბობდა რომ ბიბლია დაცულია ჩვენს ბიბლიოთეკაში როგორც წიგნთა წიგნი. და ის ამბობს რომ ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს წიგნი 1500 წლის განმავლობაში იწერებოდა. 44-ზე მეტი მწერალი ყავდა ამ წიგნს. ერთი თემა არის თავიდან ბოლომდე დაცული. ეს კაცი ამბობს რომ საოცარია არც ერთ წიგნს არ აქვს ასეთი თვისება და როგორ შეიძლება 1500 წლის განმავლობაში დაცული ყოფილიყო ერთი ძირითადი თემა. ეს კაცი ამბობს რომ ამ წიგნს როგორც ყველა კარგ წიგნს აქვს თავისი შესავალი და ეს არის დაბადების 1-11 თავების ჩათვლით. როგორც ყველა კარგ წიგნს ამ წიგნსაც აქვს თავისი ძირითადი თემა და ეს ძირითადი თემა არის დაბადების წიგნის 11 თავიდან მოყოლებული გამოცხადების წიგნამდე. და როგორც ყველა კარგ წიგნს ამ წიგნსაც აქვს თავისი დასკვნითი ნაწილი და ეს არის გამოცხადების წიგნი. ეს კაცი ამბობს საინტერესოა ისიც რომ როგორც ყველა კარგ წიგნს ამ წიგნსაც ყავს თავისი გმირი და ეს გმირი არის უფალი იესო ქრისტე. ამ წიგნის გმირია იესო. ყველა წიგნი მასზე მიუთითებს. დაბადება გამოსვლა ყველა წიგნი ლაპარაკობს იესოზე, დიდება ქონეს ღმერთს. დაბადების წიგნში თუ ის არის დედაკაცის მიერ ნაშობი, რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავდა, გამოსვლის წიგნში ის არის როგორც ჩვენი მღვდელი და ასე მოყოლებული, ეს წიგნი ლაპარაკობს იესოს დიდებულებაზე. ისეთ როგორც ყველა კარგ წიგნს ამ წიგნსაც ყავს თავისი ანტიგმერი და ეს არის ეშმაკი, სატანა, რომელიც ცდილობს რომ ადამიანები დაღუპოს და შავეთში ჩაიყვანოს. როგორც ყველა კარგ წიგნს, იცით რომ ამ წიგნსაც ყავს თავისი სატრფო და ეს არის ქრისტეს საპატარძლო. იესოს შეყვარებული, დიდება ქონეს უფალ ღმერთს, რომელსაც თავი უნდა დადოს და როგორც ყველა კარგი წიგნი, ეს წიგნიც დიდებულად მთავრდება და ეს დამთავრდა დასასრულიც რა არის რომ ჩვენ ყველანი უფალი იესო ქრისტესთან ერთად ვიქნებით, დიდება ქონეს უფალ ღმერთს. ამენ ძვირფასებო. 1500 წლის განმავლობაში იწერებოდა. ეს წიგნი არის ერთი მთლიანი წიგნი. ეს წიგნი ლაპარაკობს იესოს ბრწყინვალებაზე და დიდებულებაზე. აი რატომ ვართ აქ შეკრებილები? მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, რითი ვერ დაამთავრეთ ამ წიგნის კითხვაო, ვერც დავამთავრებთ. დიდება ქონეს უფალი იესოს. იმიტომ რომ ამ წიგნშია დაფარული ღმერთის საიდუმლოებანი, სიღრმეები, რომელიც გაგვიცხადა, დიდება ქონეს უფალ ღმერთს. ამენ ძვირფასებო. დიდება უფალი იესო ქრისტეს. დღეს მე მინდა გესაუბროთ მე-4 მეფეთა წიგნიდან, აი დღეს ჩვენი და უკრაინიდან რო საუბრობ და ერთი აზრი მიჩნდებოდა, ნეტავი ჩვენი დების დადიოდნენ სხვა ქვეყნებში და ქადაგებდნენ სახარებას. ხომ შვენიერი იქნებოდა დება? რაღაც კარგ ამინს ვერ ამბობს დება. დიდება უფალი იესო ქრისტეს. მე მინდა წავიკითხო მე-4 მეფეთა წიგნიდან. ვეცდები რომ დღეს რამოდენიმე რამ გითხრათ ღმერთის სიტყვიდან ერთ-ერთი ქალბატონის შესახებ დავეჩვეთ ამ არ ვიცი წინა მსახურებაზე მოკლედ ძალიან კარგი მაგალითები არიან დები ჩვენთვის აქ და ძველი აღთქმის ქალბატონები. მე მინდა წავიკითხო მე-4 თავის პირველი მუხლიდან. ერთმა ქალმა რომელიღაც წინასწარ მეტყველის ცოლმა და მე მინდა რომ თითოეულ სიტყვას დაუკვირდეთ ძვირფასებო. ტირილით შეხაღა და ელისეს, მოკვდა ჩემი ქმარი შენი მსახური და შენ იცი ღვთისმოშიში იყო შენი მსახური და მოვიდა მევახშე და ჩემი ორივე ბავშვი მონებად მიხავს. და უთხრა ელისემ რა გიყო? მითხარი რა გაქვს სახლში? და თქვა სახლში არაფერია აქვს შენს მხევას გარდა მცირეოდენი ზეთისა. და უთხრა წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისგან. ცარიელი ჭურჭელი, ბევრი დააგროვე. მერე მოდი,
ჩაიკეტეს სახლში შენ და შენი შვილები და ავსე ყველა ეს ჭურჭელი. სავსე გვერდზე გადადგე. და წავიდა ქალი და ჩაიკეტა სახლში თავის შვილებთან. ისინი აწვდიდნენ თვითონ ასხავდა. და როცა ჭურჭლები აივსო, უთხრა ვაჟის შვილს, კიდევ მომაწოდე ჭურჭელი და უთხრა, აღარ არის მეტი ჭურჭელი და შეწყდა ზეთიც. და მოვიდა და უამბო ღვთისკაცს და უთხრა მან, წადი გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი და დანარჩენი თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა. მშვენიერი ისტორია, ხომ ასეა? დღეს მე მინდა რომ ერთ რამაზე შევთანხმდეთ. დღეს უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ამ ქალბატონზე, მაგრამ მე მინდა რომ კაცებმაც ჩვენი თავები გავაიგივოთ და როდესაც ვილაპარაკებ პრინციპებზე, მე მინდა რომ ეს არ იქნება მხოლოდ ქალებისთვის, ეს იქნება მამაკაცებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ და პავლე მოციქული ამბობდა რომ ღმერთის სამეფოში მდედრი, მამრი ყველაფერში არისო სიყვარულით მოქმედი რწმენა. ამინ ძვირფასებო. და დღეს ჩვენ რომ ვილაპარაკებ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ პრინციპებზე და ეს პრინციპები არის ყველა ჩვენთაგანისათვის. პირველი რაზეც მინდა რომ ვილაპარაკო არის ის პირველი ვემუხლი და ნახეთ ერთმა ქალმა რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა ტირილით შეხაღადა ელისეს და ნახეთ რა უთხრა მოკვდა ჩემი ქმარი შენი მსახური და შენი იცი ღვთისმოშიში იყო შენი მსახური და მოვიდა მევახშე და ჩემი ორივე ბავშვი მონებად მიხავს და პირველი რაც მინდა გითხრათ არის შემდეგი დააკვირდით ამ ქალს კვლევარების უმეტესობა თანხმდება იმაზე რომ ალბათ იმ კაცის სიცოცხლეში ჩავარდნენ ისინი ვალებში მაგრამ ეს ქალი როგორი დადებითი ტონით ლაპარაკობს წინასწარმეტყველთან თავის ქმარზე. აი მე რო ყოფილიყავი ვეტყოდი, მეხი დავაყარე იმას. ვალები დამიტოვა და მოკვდა. მაგრამ შეხედეთ ამ ქალს ძვირფასებო. მე მინდა რომ დღეს რამოდენიმე კარგი გაკვეთილი ვისწავლოთ. რამდენს გინდათ რომ ღმერთმა გიპასუხოთ? აი ამ ქალს ღმერთმა უპასუხა და პირველი რის გამოც უპასუხა იყო შემდეგი. ეს ქალი თავის და გასაჭირის და მიუხედავად იმის და მიუხედავად რომ შესაძლებელია ქმრის სიცოცხლეში ჩავარდა ვალებში ის მაინც დადებითად ლაპარაკობს თავის ქმარზე და ეცით რას უნება წინასწარმეტყველს შენც იციო რომ ღვთისმოშიში იყო ჩემი ქმარი. ამენ. დღეს რას დრო გადის ძვირფასებო. ჩვენ იცით რა არის ხშირად გვინდა ბიბლიური შედეგები ბიბლიური ცხოვრების გარეშე. ეს არ მოხდება. ჩვენ ხშირად ვართ ხოლმე შედეგზე ორიენტირებული, მაგრამ გვავიწყდება როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს ქალი კარგად იყო აღზრდილი ღმერთში, დიდება ქონეს უფალს. და დადებითი ადამიანი იყო. მას არ დაუწყია ლაპარაკი რომ ეს უბედური ჩემი ქმარი, ეს ვარგისი ვალებში დაგვახჩო, გვიშველე რამე, არა. ამ ქალმა იცოდა ვინ იყო მისი ქმარი. იმის და მიუხედავად რომ გასაჭირი ჰქონდათ, ის მაინც დადებითად ლაპარაკობდა თავის ქმარზე. დიდება ქონდეს უფალს. დღეს ძალიან ცუდია ძვირფასებო. როდესაც ქმრები ლაპარაკობენ ცუდს, შეიძლება ღიათ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება შეიძლება არ იყოს სწორი და მართებული. მადლობა თქვენი ამინისთვის. ჩვენი დამოკიდებულება ძვირფასებო განსაკუთრებით მეუღლეების მიმართ უნდა იყოს დადებითი. როდესაც სიზნელეები მოდის ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთად ბრძოლა და არა ერთმანეთის დაბრალება. დიდება ქონდეს ღმერთს. იმის და მიუხედავად რომ ვალში იყო და თან ქმარიც გარდა ეცვალა, ის მაინც ირჩევს რომ დადებითი ტონი შეინარჩუნოს და ის ამბობს შენ იცი რომ ღვთისმოშიში იყო ჩემი ქმარი. ამის სიებზე გახსოვთ ხომ კარგუსტავი რომ იყო ჩამოსული ის ლაპარაკობდა კარგი ეკლესია არის როგორი ეკლესიაო დადებითი ეკლესია და ღმერთს უნდა რომ ჩვენ ვიყოთ დადებითი ადამიანები. ეცეთ ამ ქვეყნიერებას უკვე ყავს საკმარისი პესიმისტები, საკმარისად ორიენტირებულები იმაზე რომ ცუდზე, უვარგისზე, ეცეთ ახალ ამბებს, ეცეთ ახალი ამბების ფსიქოლოგია რა არის? ახალი ამბები ეცეთ როგორ კეთდება ძვირფასებო? ადამიანთა ფსიქოლოგია არის ასეთი მიმუშავია და ვიცი ასეთ ადამიანებთან. იცით რას ამბობენ ისინი? არავის არ უნდა კარგი ამბავის მოსმენა. ახალ ამბებს იცით როდის უყურებენ ადამიანები, როდესაც გამოაცხადებენ რომ უბედურება ეწვია ამ და ამ რეგიონს. პარლამენტში დახოცეს ერთმანეთი ცემით. და ყველანი ვზივარ და ველოდებით 9 საათიან კურიერს რომ აბა ვინ მის ჩაარტყა.
აი რომ გამოაცხადონ რომელიღაცა ოჯახმა სახლი მოიგო, არავინ არ ელოდება 9 საათიან კურსებს, ერთი ვნახო რომელმა მოიგო, რომ მათთან ერთად გავიხარო. რატომ გვასწავლის ღმერთი, რომ დადებითი ადამიანები ვიყოთ ჩვენ, ღმერთის შვილები, ღმერთის ძეები და ასულები? რატომ? იცით? იმიტომ რომ ქვეყნიერება სავსეა უკვე პესიმიზმით. შენი მეზობლები, როდესაც ლაპარაკობენ, აი მოვიდა მეზობელი და გითხრა, უვარგისი ქმარი მყავს, იცი რა უნდა ვთქვა, ჩემი ქმარი ყველაზე კარგია. იცით ღმერთი როგორი ღმერთია? არა არს არში მოუწოდებს. შეიძლება მთლად კარგი არ იყო, მაგრამ რწმენით ისწავლე ლაპარაკი, დიდება ქონდეს უფალს. გეხმარებათ რასაც ვამბობ თუ არა ძვირფასება. ქმრებიც იგივე დამოკიდებულებაში უნდა ვიყოთ ცოლებთან. დიდება ქონდეს უფალი იესოს. და ჩვენ უნდა ქონდეს დამოკიდებულება, რომ ეკლესია შენდება ძლიერ ოჯახებზე ძვირფასებო. და ძლიერი ოჯახი იცით როდის არის ძვირფასებო? როდესაც მეუღლეებმა, ცოლმა, ქმარმა იციან ერთმანეთის სიყვარული და ირციან ერთმანეთის პატივისცემა. დღეს ქვეყნიერება სუმთლად გადაირია. დღეს აღარ არის ქორწინების ინსტიტუტი, რა საჭიროა დაქორწინება, რა საჭიროა ეს, ერთად იცხოვრონ ასე და რაც დრო გადის ხომ ყველაფერი უარესდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვაშენოთ ძლიერი ოჯახები, დიდება ქონდეს უფალ ღმერთს. დიდება უფალ იესო ქრისტეს. მეორე რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ამ ქალმა იცოდა გაჭირვების ჟამს ვისთან უნდა მისულიყო. ამ ქალმა იცოდა განსასწრელი ჟამს ვისთან უნდა მისულიყო და ის მიდის ღმერთის კაცთან. სხვანაირი სიტყვებით რომ ვთქვათ, მან იცოდა ღმერთის ხალხის და მით უმეტეს ღმერთის მსახურების პატივისცემა, მოკრძალება და მოციცება. იცით, ერთი არის რომ იცოდე რომ პრობლემაში ხარ და მეორე არის არ იცოდეს აწახვიდე ამ პრობლემის გამო. აი ამ ქალმა იცოდა. ამ ქალმა იცოდა ღმერთის მსახურებაში, ღმერთის ეკლესიაში, ღმერთში იყო მისი გასაჭირის პასუხი, დიდება ქონდეს უფალს. ეს არ წასულა სხვადასხვა, არ დაუწყია, ოი რა მეშველება, მეუბედურს და ესე, მივიდა იქ სადაც საჭირო იყო, დიდება ქონდეს ღმერთს. გახსოვთ ხომ შუნამელი ქალი? შვილი რომ ეყოლა და შემდეგ გარდაეცვალა. გახსოვთ ხომ ქმარზე ბევრი არ არის იქ ლაპარაკი. და როდესაც ბავშვმა დაიწყო იმის თქმა, რომ თავი მტკივა, იცით რა უთხრა კაცმა, დედამისსა უყვანეთო. იცით რატომ? იმიტომ რომ დედამისმა იცოდა სად უნდა მისულიყო, დიდება ქონდეს უფალს. აი არიან ადამიანები, რომლებიც ერთდროს რწმენაში იყვნენ, რწმენაში დადიოდნენ, რაღაცა განსასწრელი მოვიდა და ეკლესიიდან გაიქცნენ. ეკლესიიდან კი არ უნდა გაიქცე, ეკლესიაში უნდა გამოიქცე. ეკლესიიდან კი არ უნდა გარბოდე, ეკლესიაში უნდა მორბოდე. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავი მართლაც თუ იშვნენ მაღლიდან ეს ადამიანები, რომლებიც ერთდროს ეკლესიაში იყვნენ, ხარობდნენ და შემდეგ განსასწრელი მოვიდა და გაიქცნენ. აი ამ ადამიანმა იცოდა, კი არ უნდა გაქცეულიყო, უნდა მოქცეულიყო. ამენ ძვირფასებო. აი, როდესაც დაკარგული ძე გაუჭირდა და ყოს ენატრებოდა რომ ეჭამა და მოვიდა გონზე, თავის სახლში გაიქცა, დიდება ქონდეს ღმერთს. ერთი არის იყავ განსასწრებში და მეორე არის რომ არ მიდიოდეს შენი დანიშნულების ადგილზე და შენი და ჩემი დანიშნულების ადგილი, იცით ჩვენ ყველანი წინაკვირას კარგად გადაგებდა ისრაელზე, ვინც იყავით გახსოვთ ხომ? ღმერთი დამელაპარაკავ დაქორწინდით ჩემ ხალხსეო. იცით რომ ჩვენ დაქორწინებულები ვარ, ქრისტე დაქორწინებულია ეკლესიაზე. ჩვენ დანიშნულები ვართ ეკლესიაზე, ჩვენ ყველანი ეკლესიის შვილები ვართ, დიდება ქონდეს ღმერთს. და მე გასაჭირი ჟამს კი არ გავრბი ვარ, პირიქით მორბი ვარ, დიდება ქონდეს ღმერთს. ამენ ძვირფასებო. ამ ქალმა იცოდა პირველი, რომ მას დადებითი დამოკიდებულება უნდა ქონოდა, მეორე, მან იცოდა სად უნდა მისულიყო, დიდება ქონდეს ღმერთს. იცით რა არის დაკარგული შვილების ერთი დიდი უპირატესობა, მათ იციან სახში დასაბრუნებელი გზა. და იცით დადგება დღეები რომ ჩვენ ვამბობთ ხოლმე აი ამდენმა ადამიანმა მოინანია, დადგება დღეები რომ ღმერთი დაკარგულ შვილებს ისევ მოაგროვებს. მე ამის მტკიცედ მჯერა ძვირფასებო.
ღმერთს დასაკარგი შვილები არ აყავს. ერთ დღესაც იქნება რომ ღმერთი დაუძახებს და ადამიანები დაბრუნდებიან, დიდება ქონდეს უფალ ღმერთს. ამენ ზრფასებო. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ჩვენ ერთადერთი რამ დაგვრჩენია ვილოცოთ მათთვის, თხოვოთ უფალს და ღმერთი არის ღმერთი რომელიც ერთ დღეზე მიახვედრებს ადამიანებს რომ გაქცევა კი არ მიშველის, მოქცევა მიშველის, დიდება ქონდეს ღმერთს. ამენ ზრფასებო. მესამე მუხლი ნახეთ. და უთხრა წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისგან, ცარიელი ჭურჭელი ბევრი დააგროვე, მერე მიდიო. იცით რომ ამ ქალას კარგი რეპუტაცია ქონდა თავის მეზობლებში. აი რო წახვიდე და ყველა მეზობლისგან რაღაცა ინათხოვო და ყველამ რაღაცა მოგცეს. კარგი ადამიანი უნდა იყო, მართალია. იცით ეს ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილს გვასწავლის და მესამე გაკვეთილი არის შემდეგი ზრფასებო. ყველასთან უნდა გქონდეს კარგი რეპუტაცია. ყველასთან უნდა გქონდეს კარგი რეპუტაცია. არ შეიძლება მორწმუნე რაღაცას ამბობდე და არ ასრულებდე. გინახეთ ადამიანები ან თქვენ თუ ყოფილიყავთ მდგომარეობაში რომ აი მეზობლე რაღაცას აძლევ, წაიღებს და დაბრუნება აღარ იცის. ქონია ყოველ 1000 მეზობლები თუ არა? რა გიჩნდებათ, სურვილი გიჩნდებათ რომ ოხა ნეტავ კიდევ ერთხელ მოვიდეს რომ კიდე გავატანო რაღაცო. მორწმუნენი უნდა ვიყოთ კარგი რეპუტაციის ადამიანები. განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან. ეს ქალი რამდენჯერ ყოფილა რომ ეს ისტორია წამიკითხია და რა კარგია რომ ჩაწდები და ისწავლი და ნახავ რომ იცით ეს ადამიანიც ისეთი ადამიანი იყო, კარგად იყო აღზრდილი ღმერთში, ისე რომ როდესაც მეზობლებთან მივიდა და ელის ეუბნება, ბევრი ჭურჭელი ინათხოვრეო და ყველასგან ინათხოვრეო, დააგროვა ჭურჭელი. კარგი რეპუტაცია ჰქონდა. ის არ იყო ცნობილი ისეთ ადამიანად, რომელიც ამბობს და არ ასრულებს. მიაქვს და აღარ მოაქვს. ეს იყო კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანი. და ჩვენ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ, ძირფასება მორწმუნეებმა, იესო თქვა, თქვენ ხართ ამ ქვეყნიერების სინათლე, ნათელი. თქვენ ხართო მარილი და თუ ჩვენც ძალას უკარგავთ. ერთი მქადაგებელი კარგად ამბობდა, რომ ამბობს ხოლმე, რომ იმდენი ხანი ეკლესიაში დავდივართ, რომ დაგვავის წყნარისთვის მივედითო იქ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარილი ვარ და ნათელი ძვირფასებო. თუ ადამიანს ეთყვი, რომ პირველ საათზე მოვალ, პირველს რომ 2 წუთი აკლია, მაშინ მიდი. რატომ? იმიტომ რომ კარგი რეპუტაციის ადამიანი ხარ. ეხლა კოდე რა საერთო აქვს ამ ყველაფერს სულიერ ცხოვრებასთან ძალიან დიდი. ძალიან დიდი. იყავი სიტყვის კაცი. რასაც ამბობ გააკეთე. ძვირის რომ დაგიჯდეს გააკეთე. ასეთია ძვირფასებო მორწმუნეთა ხვედრი, დიდება უფალი იესოს. მოდი ნუ დაიზარებ, შენ გვერდი ჯდომს უთხარი, ჩემზე ლაპარაკობს, რასაც ლაპარაკობს ახლა. მომისმენთ ძვირფასებო. წარმოგიდგენიათ, ელისეს რო ეთქვა, წადი ინათხოვე ჭურჭელი და ამ ქალს ეთქვა მისთვის, სხვა სასწაული მომიძებნე რამე, იმიტომ რომ მეზობლები არ მენდობიან. წარმოგიდგენიათ ძვირფასებო, ეს რომ ისეთი ადამიანი ყოფილიყო, რომელსაც არავინ არ ენდობა, არავინ არ უჯერებს, მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. მაგრამ ეს ადამიანი სხვანაირი ადამიანი იყო და ამიტომაც მიიღო სხვანაირი შედეგი ძვირფასებო. იცით ყველაფერი საიდან იწყება? ყველაფერი იწყება ისევ და მე მინდა რომ გულწრფელი ვიყო. ისევ მაგალითად ჩემ დამოკიდებულებას ჩემი მეუღლისადმე. თუ მე ჩემს მეუღლეს ვატყუებ და თუნდაც დროის მიხედვით ვეუბნები,
20 წუთში მოვალ და 3 საათში მივედი. აი მერე გამიჭირდება უკვე სხვებთან სიმართლის დაცვა, მაგრამ მორწმუნენი ძვირფასებო, უნდა დავდიოდეთ სიმართლის და უნდა ვიყოთ კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები. ეს ქალი ასეთი ქალი იყო, დიდება ქონეს უფალი იესოს. ამენ. მოდით ნახოთ ლუკას სახარება 16:16. მე მინდა რომ ერთი ჩემთვის გამოცხადება იყო. ლუკას სახარების 16:16. რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ და დააკვირდეთ, ღმერთის სამეფო იხარება და ყველა ძალით შედის მასში. არ მესმოდა ეს მუხლი. ვერ ვიგებდი. ჩემთვის რთული გასაგები იყო ღმერთის სამეფო იხარება პირველი და მეორე ყველანი ძალით შედიან მასში. და შემდეგ ეს ყველაფერი დავაკავშირე იმ სიტყვებთან, როდესაც იესო ამბობდა, რომ ღმერთის სამეფო ძალით აიღება და მოძალადენი წარიტაცებენ მას. და როდესაც ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და ვსწავლობდი და რამოდენიმე კომენტატორის დავიხმარე, რომ გამეგო ნეტა რაზე იყო აქ ლაპარაკი, მე მივხვდი ერთ რაღაცას ზურფასებო. პირველი მიზეზი იმისა ხშირად რატომ არ მოდიან ადამიანები ღმერთთან არის ის, რომ ღმერთის სამეფო არ არის ნახარები. ღმერთის სამეფო. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ზურფასებო აქ და დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ დიდებულ სამეფოზე, რომელიც ღმერთმა გაუმზადა თავის მოყვარულებს. ამენ ზურფასებო. აი შეუძლებელია ადამიანმა რომელმაც გაიგო რომ არის ჯოჯოხეთი, არის 64. არის ეშმაკის სამეფო, არის ღმერთის სამეფო და დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, დღეს აი ამისთვის ვართ შეკრებილები, რომ მით უმეტეს თუ პირველად ხარ მოსული. ღმერთს უნდა რომ შენ გადარჩენილი ადამიანი იყო და შეხვიდე ღმერთის სამეფოში. იმიტომ რომ ერთ დღეს როდესაც ღმერთი გაარჩევს ცხრებს თხებისაგან, მას მერე უკვე ვეღარაფრის გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებ. ღმერთის სიტყვა ამბობს, თხებს ეტყვის წადით საუკუნო სატანჯველში, ცხრებს ეტყვის შემოდით ჩემი მამის მიერ გამზადებულ სამეფოში. ამენ ზურფასებო. და ნახეთ რა ამბობს ღმერთის სიტყვა. აი ეს რო ეხარება თუ ადამიანებს ძალით შედიანო მასში. იცით რა წერს ამბობს ღმერთის სიტყვა? ისე კი არ იქნება რომ ვიღაცეების შეყვანა შევეცდებით, ადამიანები ძალღონეს არ დაიშურებენ რომ შევიდნენ ამ სამეფოში. იცით ზურფასებო რომ იესო არასოდეს არავის არაფერს არ ეხვეწებოდა. უფრო მეტიც იესო იქ მიდიოდა, სადაც მას თხოვდნენ რომ ისულიყო. იმისთვის რომ იესო შემოვიდეს შენ ცხოვრებაში, ის უნდა დაპატიჟო და ზოგჯერ ძალის ხმევაც უნდა მოიხმარო იმისთვის რომ შეხვიდე ამ სამეფოში. დადგება დღეები ძვირფასებო, როდესაც ჩვენ მოწოდებას გავაკეთებთ, ვის უნდა იესოს მისცეს თავისი გული და ცხოვრება და ადამიანები გამოიქცევიან ღმერთისკენ. იცით რატომ? იმიტომ რომ ღმერთის სამეფო როდესაც იხარება, ადამიანები ძალის ხმევით შედიან მასში. დიდება უფალი იესო ქრისტეს. იესო ამბობდა, ვისაც აქვს მეტი მიეცემა, ვისაც არ აქვს ისიც წაერთმევა, რაც გონია რომ აქვს. და ვერ მესმოდა ხოლმე, უფალო როგორ შეიძლება მისცე იმას, ვისაც აქვს და წაართვა იმას, ვისაც არ აქვს. და იესო და ამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ გებულობდი, ვიდრე არ ვისწავლი ამ სიტყვების მნიშვნელობა და იესო იცით რას ამბობდა, ვისაც აქვს და რა აქვს. ეძებეთ ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე და დანარჩენი ყველაფერი შეგემატებათ. ვისაც აქვს, რა აქვს ზურფასებო? ძალის ხმევა, მოშურნეობა, სურვილი, წყურვილი, ღმერთი მეც გაუცხადებს მას. და ვისაც არ აქვს, ის გამოცხადება, რომელიც ქონდა რომ იესო უფალია, შეიძლება ისიც კი დაკარგოს. გამიგეთ ზურფასებო? რა კავშირში ახლა ეს ყველაფერი იმასთან, რაზეც ვლაპარაკობდი, ამ ქალის რეპუტაციასთან? კავშირი არის პირდაპირ ზურფასებო.
ჩვენ მორწმუნეები ვქადაგებთ ღმერთის სამეფოს. პირდაპირ, არაპირდაპირ ცხოვრებით, სიტყვით ჩვენ ყველანი ვართ ღმერთის სამეფოს მოქადაგეები. დიდება ქონდეს ღმერთს. ამენ ძვირფასებო. და ეს სამეფო უნდა ვიქადაგოთ ჩვენ ისე, რომ ადამიანებს სურვილი ქონდეთ, რომ ძალისხმევით შევიდნენ მასში. დიდება ქონდეს უფალს. ხომ ძალიან კარგი ქალია ეს ადამიანი. თავისი ცხოვრებით, თავისი დამოკიდებულებით, თავისი რეპუტაციით. ეს ქალი იყო დადებითი. ამ ქალმა იცოდა სადუნამი სულიყო. ამ ქალმა იცოდა ძვირფასებო, ეხლა ზოგიერთი ქმარი ამბობს, რა კარგია რომ ცოლთან ერთად მოვედიო დღეს. მეოთხე ორი დარჩა. შვილებს სჯეროდათ მისი. შვილებს სჯეროდათ მისი. 18 წლის უკან მოვისმინეს სიტყვები და დღემდე არ გამოდის ჩემი გულიდან და ჩემი ყურიდან. ერთხელ ერთი ქალბატონი იყო ჩამოსული და ასწავლიდა და ბავშვების აღზრდას და თარგმნიდი. დღემდე არ მოვიწყდება. ამ ქალმა ასეთი სიტყვები თქვა. თუ შვილებს რამეს დაპირდები, მოკვდი და გააკეთე. იმიტომ რომ ბავშვებისთვისო ღმერთისკენ მიმავალი გზა შენზე გადის როგორც მშობელზე. და თუ შენ პირდები რაღაცას და არ აკეთებ, ღმერთზეც ისეთი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდება, რომ ღმერთიც ასეთიაო. ჩვენ კავკასიაში გვშვევია ასეთი დამოკიდებულება, რომ თავარია ბავშვი გააჩუმო. ჩუმად იყოს და. მამას მიყიდი? კი, შვილო გიყიდი, წადი აქედან და. როდის მიყიდი? მამა დღეს მიყიდი? კი, ოღონდ თავი დამანებე და. წახვედი, მოხვედი და არ გააკეთე ის, რასაც დაპირდი. და იცით, თაობები იზრდება ისე, რომ მშობლების აღარ სჯერავთ. ეს ქალი განსხვავებული ქალი იყო. თუ შვილს ეტყვი, შედი შენს ოთახში, თორე მოგტყიპაო. იცით რას გააკეთებს, ბავშვი გამოგცდის. მართლა მოტყიპავ თუ არა. და როდესაც არ შევა ოთახში და თვალებს ესე გეტყვის, დედიკო და მამიკო და შეგეწოდება, ხვალ უარეს გააკეთებს. პირველი შვილის მერე მეორე შვილი 10 წელი არის განსხვავება პირველ შვილსა და მეორე შვილს შორის. სახში მე სულაც არ ვიშურებდი ხოლმე მოტყეპვას. და პატარა სანამ არის საჯდომ იმიტომ აქვს რომ უნდა მოტყიპო. და მე ვეუბნებოდი ბებიები და პაპები ხო იცით როგორ არიან? აი მე როგორ მოტყიპე. ჩემს სიმავრს ვეუბნებოდი, მე ჩემს შვილს რო ველაპარაკები, შეხო გაზარდე შვილი ვეუთხარი, გავზარდე. ეხლა მე ვუთხარი მე დამოცადე ჩემი შვილის გაზრდა. და ეს ქალი ისეთი ქალი იყო ძვირფასებო. გეხმარებათ რასაც ვამბობ თუ არა ძვირფასება. ეს ქალი ისეთი ქალი იყო რომ შვილებს რო უთხრა წადით ჭურჭელი მოაგროვოთ, იმიტომ რომ ღმერთის სასწაულს მოგცემსო, არ დაუწყეთ ამ შვილებს. შენ გუშინ და გუშინ წინაც ესე ლაპარაკობდი. რასაც ეტყვი შენ შვილებს, გააკეთე. თუ კამფეთს დაპირდები საღამოს, მეზობლისგან ფული ისესხე და ფული არ გექნება, სახში არ მიხვიდე კამფეთის გარეშე. თუ შენ შვილს დაპირდები, რომ აი ასე რომ მოიქცევი დაგაჯილდოვებ და რაღაცა კარგს გავაკეთებ, რომ გააკეთებს, ისწავლე შენი შვილების დაჯილდოვება. თაობას გავზრდით ძვირფასებო, რომელმაც იციან, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიტყვას ასრულებენ. დიდება ქონდეს ღმერთს. და იცით როგორ ერთწმენით გაიზრდებიან ძვირფასებო, რომ ღმერთიც ასეთია. ჩემი მშობლები ასე მეკცეოდნენ და ვიცი რომ ღმერთიც ასეთია, რახან ღმერთმა თქვა, ის გააკეთებს. დიდება უფალი იესო ქრისტეს. და ბოლოს მეექვსე მეშვიდე მუხლები ძვირფასებო.
და როცა ჭურჭლები აივსო უთხრა ვაჟიშვილს კიდევ მომაწოდე ჭურჭელი და უთხრა არ არის მეტი ჭურჭელი და შეწყდა ზეთიც და მივიდა და უამბო ღვთისკაცს და უთხრა მან წადი გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი და დანარჩენი თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა და რა იყო ეს გაკვეთილი ძვირფასებო ამ ადამიანმა იმის მასმერე რაც კურთხევა მიიღო არ დაივიწყა ღმერთის კაცი გახსოვთ 10 კეთროვანი იესო ამბობს განა 10 არ განიწმინდა ერთი რატომ დაბრუნდაო განა 10 არ განიწმინდა ერთი რატომ დაბრუნდა განა ამ ქრივმა არ მიიღო თავის ლოცვაზე პასუხი მაგრამ ამ ადამიანმა იცოდა მადლიერება ღვთისკაცის არა უკუგდება მას მერე რაც პასუხი მიიღო მე გაუცებული ვარ ამ ადამიანით როგორ შეიძლება აი ამ ადამიანში ამდენ კარგ თვისებას მოეყარა თავი ერთად და ეს მართლა როგორც აი ლამაზის სამკაულივით აი ესე იყო ამ ქალისთვის შემკობილი იყო უამრავი კარგი თვისებით ძვირფასებო და ერთ-ერთი მთავარი უმთავრესი იყო ის რომ მან იცოდა უკან დაბრუნება და მადლობის გადახდა დიდება ქონეს უფალი იესოს მე მაგალითად მიყვარს მადლობის გადახდა ადამიანი რომ სიკეთეს გამიკეთებს ხოლმე ხომ არ ბეზრდება მადლობის თქმა აი ჩემი შვილები არიან მაპატიეთ რომ ასე ვლაპარაკობ მაგრამ ახლა მათ ხედავ ხშირად და რაც არ უნდა ვაჩუქო აი პატარა არის და სუ პატარამაც იცის ყოველთვის მადლობის თქმა მე მინდა რომ ასე გაიზარდოს მე ეხლავე ვასწავლე მათ რომ ყველაფერი რაც გვაქვს ღმერთისაგან გვაქვს და ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ დიდება ქონდეს უფალს ამ ისტორიის მოყოლა მიყვარს ხოლმე და არ ეხლაც ვერ გამოვტოვებ ამ ერთი ჩვენ დასრო შეემთხვა ქმარს რო ეუბნებოდა რომ ილოცეო მადლობა უთხარიო ღმერთს საჭმელისთვისო და ქმარი გამოდმებით აგდებულად ეუბნებოდა ეხლა შეღმერთს მადლობა რო უთხრა ისე ვერ შევჭამო ერთდღელაც ეს ჩანგალი რაც მოუტანა ცოლმა ისევ შეახსენა მადლობა უთხარიო ღმერთსო ამან ისეთივე პასუხი გასცა ეხლა შეღმერთს მადლობა რო უთხრა ვერ შევჭამო და მილიციამ შემოამტრია კარები მაშინ მილიცია იყო ჩაავლეს ამ კაცს ხელი და 10 წლით გაუშვეს ციხეში ციხიდან რომ გამოუშვეს და სახში რომ დაბრუნდა და დააკაკუნა კარებზე და ცოლმა კარები გაუღო ჩვენმა მორწმუნედამ და უთხრა შემოდიო მოვდიო სახში ქმარმა უთხრა მოიცადეო თუ უფალი ინებებს შემოვალო და თუ უფალი არ ინებებსო ფეხი შემომდგმელი არა ვარ ამ სახშიო და მე უყვებოდა თავის სოლს რომ 10 წელი მადლიერებაში გაატარა მე მინდა რომ უბრალოდ წარმოიდგინოთ ღმერთმა სიკეთე გაგიკეთა და მადლიერად გახარ მის წინაშე იცით მადლიერება რა არის ერთი კარებიდან მეორე კარებს გაგეხსნეს მეორედან მესამეს მესამედან მეოთხეს და არც არავის არ უნდა რომ უმადურ ადამიანს რამე გაუკეთოს ძვირფასებო არ დაიშურო მადლობის თქმა დიდება უფალი იესო ქრისტეს და მით უმეტეს ღმერთი რომ გიპასუხებს რაღაცაზე მადლიერი იყავი დიდება ქონეს უფალს ამენ ძვირფასებო გახსოვთ რა გააკეთა წყემსმა როდესაც ერთი დაკარგული ცხვარი იპოვა წავიდა და სხვებს დაუძახა გახსოვთ დედაკაცმა ქალმა რომელმაც დრაქმა დაკარგა გახსოვთ რა გააკეთა მეზობლებს დაუძახა და თქვა იხარეთო ჩემთან ერთად და იყავი ასეთი ადამიანი ლოცულობდი ღმერთმა გიპასუხა დაამოწმე მადლიერი იყავი უთხარი მადლობა ღმერთს და ამ ქალმა იცოდა ძვირფასებო ნახეთ რას ამბობს და მივიდა და უამბო ღვთისკაცს იმის და მივიხედავთ რომ იკურთხა და შეიძლება ეთქვა კიდევაც რომ იცი რა არის აი ღმერთმა მაკურთხა მე და მარტო ღმერთის წინაშე ვარ ანგარიშვალდებული რა საჭიროა იქ მისვლა ხომ
მაგრამ ეს ქალი ასე არ იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ წვეთიც არ ქონდა მოხმარებული იმ ზეთიდან. ვიდრე ღმერთის კაცთან არ მივიდა და ანგარიში არ ჩააბარა და არ უთხრა შენი სიტყვისამებრ მოხდა და ელოდებოდა და რას ეტყოდა ღმერთის კაცი და ღმერთის კაცმა უთხრა წადი გაყიდე ვალებიც გადაიხადე და თავით შეინარჩუნე დიდება ქონდეს უფალ ღმერთს დიდება უფალი იესო ქრისტეს რა იყო ამ ისტორიის შედეგი შედეგი ძვირფასებო არის ის რომ ღმერთის კურთხევა არის აურაცხელი უხვი რა თქვა იესომ რა უნდა ღმერთს რომ სიცოცხლე გქონდეთო არა სიცოცხლე გქონდეთ და უხვად გქონდეთ აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ ვამბობთ ოხ ეხლა რაღაცა მაქვს მე და უნდა ესე დავმალო გაუფრთხილ და ესე და არა ღმერთს უნდა რომ მადლიერი იყო იყავი მადლიერი დიდება ქონდეს უფალს ებრაელ ბავშვებს პატარაობიდანვე ბავშვობის ასაკიდანვე ასწავლიან მშობლებიც თრას ასწავლიან პირველი გაკვეთილები რა არის ებრაულ ოჯახში არის ის რომ მადლიერი იყავი ყველაფრისთვის და რო ეკითხებიან რისთვის ეუბნებიან ჰაერისთვის რომელსაც უნთქაო პურისთვის რომელსაც ჭამ წყალს რომელსაც სვავ ფსალმუნი 150-ში წერია დაი ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალია სულდგმული ცეთ რას ამოს ვისაც შეუძლია სუნთქვა აი როცა ჩაის სუნთქავ ღმერთის ჰაერს სუნთქავ და ამოს სუნთქვისას უთხარი მადლობა შენ უფალო დიდება ღმერთს იყავი მადლიერი დიდება ქონდეს ღმერთს მოდი ჩამოვთვალოთ და დავასრულოთ პირველი ეს ქალი იყო დადებითი ქალი თავის ქმარზე დადებითად ლაპარაკობდა ამენ ძვირფასებო მეორე იცოდა გაჭირვების ჟამს სად და ვისთან უნდა მისულიყო მესამე მას ჰქონდა კარგი რეპუტაცია მეოთხე შვილებს სჯეროდათ მისი და მეხუთე ამ ქალმა იცოდა მადლიერება დიდება ქონდეს უფალი იესოს მე არ ვიცი თქვენ როგორ მაგრამ მე მინდა რომ ასეთი ადამიანი ვიყო ეცით როგორ არის ახალ აღთქმაში პეტრე მოციქული ეუბნება რომ ძველი აღთქმის ქალებიო აი ასე იმკობნენო თავსო ეს ქალი ალბათ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ის შემკობილი იყო მას შეეძლო დრტვინვა თავის ქმარზე რომელმაც ვალებში ჩააგდო მაგრამ აირჩია მასზე დადებითი ლაპარაკი მას შეეძლო გაქცეულიყო ქვეყნიერებას და ეთქვა წავალ ეგვიპტეში რაღაცებს ვივაჭრებ მაგრამ მან იცოდა ვისთან უნდა მისულიყო გაჭირვების ჟამს მან თავისი ცხოვრების მეშვეობით ძვირფასებო მეგობრები გაიჩინა და იესო უფრო მეცაც გეტყვით იესო ამბობს რომ უმართლობის მამონითაც კიო შეიძინეთ მეგობრები დიდება უფალი იესოს დღეს მორწმუნეები მეგობრებს ვკარგავთ ხოლმე მეგობრებს კი არ უნდა ვკარგავდეთ მეგობრებს უნდა ვიძენდეთ ამენ ძვირფასებო და შვილებს ისე უნდა ვზრდიდეთ რომ მათ უნდა სჯეროდეთ ჩვენი დიდება უფალი იესოს აი ახალგაზრდებს ვინჯერ არ ხართ დაქორწინებულები აი პატარები ყავთ შვილები აირჩიე ასეთი ცხოვრება და ღმერთი გაკურთხებს დიდება ქონდეს უფალს და მეხუთე და ბოლო ისწავლე მადლიერება მადლიერება კურთხევების კარებს გაგიხსნის მადლიერება მადლს გაპოვნინებს ადამიანების თვალში სამსახურში თუ სადაც არ უნდა იყო ვიღაცა რომ რაღაცას კარგს გაგიკეთებს მადლიერი იყავი და ზოგჯერ მადლიერება ხომ შენი მხრიდანაც რაღაცით გამოხატე ასეთი ადამიანები არ წაიბორძიკებენ დიდება ქონდეს უფალს ამენ ძვირფასებო დიდება უფალი იესო ქრისტეს მე მინდა რომ ფეხზე წამოვდგეთ ახლა ძვირფასებო